ხუთი ყველაზე მთავარი მიზეზი რატომაც უნდა გაიღვიძო დილის 5-დან დილის 7 საათამდე მონაკვეთში. პირველი ბიორიტმებიდან გამომდინარე, ზუსტად ამ მონაკვეთში გაქვს ყველაზე მაღალი мотиваცია, რომელიც შეგიძლია მიმართო შენს ყველაზე რთულ დავალებებს და უფრო მარტივად გადალახო ის. მაგალითად, თუ გაქვს სამუშაო რაღაც ახალ პროექტზე, რომელიც გაგათავისუფლებს დღევანდელი სამსახურიდან და დაგაწყებინებს ბიზნესს. მეორე, დრო საკუთარ თავთან, ღმერთო, ამაზე მაგარი რა არის? როდის გაქვს დრო საკუთარ თავთან სიჩუმეში, როცა ყველა ზინავს, ოჯახის წევრებს, სოფლიოს 98%-ს გაქვს ეს უძვირფასესი 2 საათი, რომელიც შეგიძლია დაუთმო შენს საკუთარ თავს. განავითარო შენი ფოკუსი, კონცენტრაცია, კარგად დაფიქრდე ცხოვრებაზე, იმუშაო ახალ ჩვევაზე და ავტომატურად გაუნჯობესო ამით შენი მთელი ცხოვრება. მესამე, დილის საათები კურნავს დეპრესიას. ის ადამიანი, რომელიც იღვიძებს დილის საათებში, კონკრეტულად 5-დან 7-მდე, აქვს მინიმუმ 50%-ით მეტი სეროტონინი, ანუ ბედნიერების ჰორმონი. და სეროტონინის უკმარისობებისაც აქვს, იღებს ანტიდეპრესანტებს. მეოთხე, ცხოვრობ 2 დღეს პირდაპირ მნიშვნელობით. წარმოიდგინე, როცა იღვიძებ 10-ზე 12-ზე, გაქვს მხოლოდ 1 დღე. როცა იღვიძებ 5-დან 7-მდე, გაქვს დრო 5-დან 10-მდე და შემდეგ 10-დან 3-მდე 4-მდე. ანუ 2 დღეს ცხოვრობ და 1 საღამოს. იმის ნაცვლად რომ იცხოვრო 1 დღე და 1 საღამო. და მეხუთე, ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა. როდესაც შენ იღვიძებ მოსახლეობის უმეტესობაზე 2-3 საათით ადრე, ავტომატურად თავს გზნობ მაგრად. იმიტომ რომ მათ უსწრებ 2-3 საათით. და როდესაც ჩვენ ვიღაცას ვუგებთ ევოლუციიდან გამომდინარე, ავტომატურად იწყება დოფამინ პამპი. ანუ გვემატება мотиваციის ნეირომედიატორი. რის გამოც შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი სირთულე, რაც გვაქვს ცხოვრებაში. დაწერე კომენტარებში, გიცდია თუ არა დილის 5-დან 7-მდე გაღვიძება.